დღეს მოვიტანე ისევ 10 ცალი Amazon-ის ამანათი. ოღონდ ახლა მე თვითონ ავარჩიე ეს ყველაფერი. არ ვიცი რა თქმა უნდა შეგით გადავს, ოღონდ ხელით ავარჩიე, რაშიც მგონია, რომ ყველაზე კაი რაღაცები იქნება. ანუ მთელ ჩემ პარტიაში რაც ჩამოვიდა, იმის ნახევარი თითქმის ნახე, ხელით, შეგით არ მინახავს და რომელშიც ვიფიქრეთ, რომ ყველაზე კაი რაღაცები იდებოდა, ისინი მოვიტანე. ასე რომ ჩემი აზრით ახლა ყველაზე კაი რაღაცებია ამ ვიდეოში. დავიწყოთ ახლა ამ ამანათით. ეს ამანათი საკმაოდ მძიმეა, ცალი ხელით ძლივს ვწევ და ნახოთ რა იქნება, ანუ მაქსიმალურად ისე ავარჩიე რა, ხელები ვუფათურე და სანამ ამ ამანათს გავხსნი, შეგახსენებთ, რომ ჩემი მხარდამჭერია Georgian Time, ამანათების გადაზიდვის კომპანია, რომელსაც ამანათები დააქვს პოლონეთიდან საქართველოში და საქართველოსთან პოლონეთში. ისინი მეხმარებიან ამანათების ჩამოტანაში, ტრანსპორტირება აქვს ძალიან უსაფრთხო, ასეთი ამანათი არ დამზიანებია, ფასების მისაღები და რაც მთავარია, ყველაზე სწრაფად ჩამოვიდა. ფორმე დღეში ჩამოვიდა ეს ამანათები. მათი სოციალური ქსელები, ვიდეოს აღწერაში იქნება და ეკრანზე გამოჩნდება. ეხლა გადავიდეთ უკვე ამანათზე. აბა ნახოთ რა შეიძლება იყოს. ჩარჩოები. სურათის ჩარჩოები და სუავსტები 4 ცალი. მე ერთ ცალს გაჩვენებთ, ერთ და იგივეა. ნუ სერტიფიკატები და რაღაცები რო ჩადოთ. აქ ყალბის სერტიფიკატი დავს ვიღაცის, აი ესეთი დავს 4 ცალი კიდე. ჩარჩოა ჩვეულებრივი. 5 ცალი ბოდიში, ეს მე-5. ეს სავარაუდოდ წავა გასაყიდად. შეგახსენებთ, რომ იმ ნივთებისთვის, რომელსაც მე არ ვიტოვებ, ნუ რა თქმა უნდა, ჩემთვის ვიზე ყველაფერს, მაგრამ ყველაფერს ხო არ დავიტოვებ, ზოგი რაღაცა არ მომწონს, ზოგის ადგილი არ მაქვს. იმ რაღაცებს ვყიდი. ამისათვის და ამ ნივთებისთვის გავაკეთე საიტი. დაკარგული ამანათების წერტილი.g. ამ საიტზე რო შეხვალთ, დააჭერთ იქ ნივთების კატალოგს და დაგვხვდება ჩამონათვალი ნივთების სია, რომელსაც ვყიდი. ფასიც აწერია, აღწერაც აწერია, ფოტოების დევს. შეგიძლიათ საიტიდან შეუკვეთოთ, იქ თქვენი მონაცემები ჩაწეროთ, სახელი, გვარი, მისამართი, კომენტარში მიუთითოთ რა გნებავთ, როგორ გნებავთ. მე შეკვეთა შემოგვივა, დაიკავშირდებათ ოპერატორი და დეტალებზე უკვე შეთანხმდებით რა, სად მოგაწოდოთ, როგორ მოგაწოდოთ, ხომ დღეს მოგაწოდოთ და ასე შემდეგ. თბილისში მოტანა უფასოა. რეგიონებში არის ინდივიდუალური. ნუ მე როგორ გაისაუბრებით და გაიგებთ ოპერატორისგან ყველაფერს. ასე რომ ეს წავიდა გასაყიდვაში. შემდეგი ნახოთ, აბა შემდეგში გამოვა. ხო გითხარით, რომ მეგონა ამ ამანათებში ყველაზე კაი რაღაცები მოვიდოდა მეთქი, მაგრამ დასაწყისი იყო ძალიან ცუდი, ანუ ჩარჩოები საერთოდ არ მჭირდებოდა. ვაფშე. ნახოთ იმედია, შემდეგი ამანათი გამოასწორებს სტატისტიკას. ძალიან დიდი იმედი მაქვს. მე მგონი ამანაც ვერა. ეს თუ ავწდები არის შხაპი. საშხაპის თავი, დუშის თავი, ოღონდ ცოტა დუშის არა. აი ესე გამოდის ხო. კარგი. როგორია? ლუქსორით, ანუ ლუქსორია. აბა გავხსნათ, განახებთ ახლა როგორია. აი ესე გამოიყურება. აი ესეთია. ეს ზემოდან ხო ხვდებით თქვენ როგორია ეს ზემოდან და თავისი შლანგები და 1000 რაღაცა მოყვება. მთელი თავისი აპარატურა მოყვება. თავის დასაყენებელი, თავისი დაჟე ჩამოსაკიდებელი, დაჟე დუშის მოყვება. მთელი კომპლექტია, თავისი დუშის მოყვება, აი ესეთი. ეს კაი რაღაცა არის. ესეც მოყვება თავისი, ნუ რა თქმა უნდა. ეს გზელი არ ვიცი რა არის, რაღაცა გზელი მოყვება კიდე. აი ესეთი რაღაცები მოყვება კიდე. ამაში რო წყალი შემოვიდეს და გავიდეს, თუ არის. მთლიანი შემადგენლობა არის ამ დუშის. კიდე ბევრი რაღაცა მოყვება იქ პატა-პატარა ნივთები რა. ნუ ერთი სიტყვით, კაი რაღაცა არის. ინსტრუქციაც კი არის, როგორ დააყენოთ შემდეგ. თავის გადამყვანი, ანუ აბსოლუტურად მეტი მე მგონი კიდევ არაფერს არ გიწევთ. როგორ გამოიყურება ხა განახებთ. აი ესე გამოიყურება, ბოლოს რო გააკეთებთ. კაი რაღაცა არის. თითქმის 100%-ით წავა გასაყიდებში. ასე რომ საიტზე შევამზადით, ესტუმრეთ, გააკეთეთ შეკვეთა, მოასწარეთ, იმიტომ რომ ყველა ნივთი არის ერთი, რაოდენობაში არაფერი არ არის. ეს არის ის ნივთები, რაც ამომივიდა აქ. თქვენ თვითონ ნახულობთ, რეებია როგორ არის. წინასწარ არც ერთი ნივთი არ ვიცი რა არის. ამ ვიდეოების გენიალურობას მაგაშია. ნუ ამან ასე თუ ისე გაამართლა, ნუ ლუქსორიაა ბოლო-ბოლო. შემდეგი ვნახოთ ეს გზელი, საკმაოდ გზელი და საკმაოდ მძიმეა. ამაშიც რაღაცა ყუთია. ზღვა ხატია, მზეა ხატია და რაღაცეები. ეს არის გასაბერი წყლის დივანი არის, აი ესეთი. აღარ გავხსნი მაგრამ, იმიტომ რომ ვიზუალურად ნახავთ როგორია. აუზის დივნები არის რა, გაბერავთ და კაც და ქარის უგავს ეგეთი იბერება. გვერდზეა ხატია და როგორებია. ესეთი ცალია, ოღონდ რამდენი ცალი და შენ თავის სავარაუდოდ ერთი ცალი. კაი, მოდი გავხსნათ. თავისი საბერიც მოყვება, ეს ამით რამდენად გაიბერება არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ ერთი ცალია, ხო? ორი ცალია. მაგრამ მე მგონი ერთი ცალად კეთდება. ეცალი. კაი რაღაცა. ესეც საიტზე დაიდება გასაყიდად, იმიტომ რომ 100 აუზი მაქვს და ამის წამღების ასად არ გავაკეთებ. შემდეგი ცოტა მოგზო,
ოპა! კლავიატურა და მაუსი ერთად. ნახეთ რა ლამაზია. მე რომ მიყვარს ზუსტად ეგეთი კლავიატურა არის. მე რომ მიყვარს. გახსოვს იქამდე ჯემი და მისყიდვა? მე რომ მიყვარს ზუსტად ესეთი არის. იმედი მაქვს ფერიც ესეთი ექნება. ნახეთ რა ლამაზია, ულამაზესი. შეხედეთ. ოი ზემოდანის აქ დამცავი აკვრია. ნახეთ რა ლამაზია კლავიატურა. ძალიან ლამაზია, ესეთი მინდოდა სულ ასე რომ ეს არ გაიყიდება, ეს დარჩება. ულამაზესი კლავიატურა არის, აი ძალიან კაია და ძალიან გამიხარდა ეს გამოვიდა. და ასევე მაუსიც უკაბელო. ნუ ეს მაუსი ძალიან არ მომწონს, არასნაირი არის, მაგრამ წითელი არასფერებში, მაგრამ კლავიატურა არის ძალიან ლამაზი. კლავიატურას 99% დავიტოვებ. იმიტომ რომ ნახეთ რა ლამაზია უბრალოდ შეხედე. აქ ელემენტები იდება, ჩოვლები როგორც მივხვდი, არ იყენება, ელემენტებზე მუშაობს. ეს კლავიატურას რჩება ჩვენთან, საკმაოდ კაი და ლამაზი კლავიატურა, მე ძალიან მომეწონა. გადავიდეთ შემდეგზე, მოდი ცოტა პატარა გავხსნათ. ეს რატო ავარჩიე თავისი სიმართლეა, ჩემი არჩეული არ არის, მეუღლე მამიხრჩია. კაი რაღაცები იდებაო და ნუ ეს საშუალებებია რა, თლად კაი არა. საშუალო ხარისხისაა ყველაფერი. ეს არის, აი ეს არის ძალიან კაი რაღაცა. ეს არის მანქანის საბურავის კომპრესორი. ეს მართლა მაგარი რაღაცაა. ეს მე მაქვს ჩემთვის ერთი ცალი და მოყვება უამრავი რაღაც, თავისი ჩანთა, კაბელი ესე გამოიყურება, ეს პარკი ამძვალიც არა აქვს, წარმოიდგინეთ. იტენება Type-C-ზეც, ასევე მოყვება ეს, ნუ აი ესე უკეთებთ, რა თქმა უნდა, ესე. თუ დატენილია განახებთ, ხა როგორ ტენის საბურავს. მარტო საბურავს არა, ბურთის, აი ეს პილატესის ბურთი რომ მივიდა წინა ვიდეოებში, იმასაც დატენის და ბურთის დამტენის თავის მოყვება, მანქანისის და ყველაფერი აბსოლუტურად. მოდი ჩავთოთ, იმა დიდი ხანა დააწვე. თავისი ეკრანი აქვს, რა ლამაზი შეხედეთ. თავისი ეკრანი აქვს, ბოლომდე ყოფილა დატენილი და ფუნქციები აქვს. აქ დააჭერ, გადადის ველოსიპედი, ბურთი, მანქანა და მოტოციკლეტი. მანქანაზე აჩვენებს, რომ 2 და 5 ზმნა დაიბეროს. ალბათ დააწვევი მე ამა ჩართვის ღილაკს ალბათ. და ბერავს. ძალიან კომპაქტური რაღაც არის. თავისი პატეპაძუკა ჩანთაც აქვს და დამტენის მოყვება. ეს იქიდან გამომდინარე, რომ მე მაქვს ესეთი, ეს ეგრევე წავა გასაყიდებში. თუ გნებავთ კომენტარებში დამიწერეთ, ვისაც გნებავთ და მე შეგეხმიანებით მე ან ჩემი ოპერატორი, ან თუ გნებავთ, გადადით საიტზე, დაკარგული ამანათები წერტილი G, დააჭერეთ ნიფთების კატალოგს და იმ კატალოგში მოვზებნეთ. საიტიდანვე აკეთებ ჩეკոտას პირდაპირ. ძალიან კაი რაღაცაა, ძალიან მომეწონა. მართლა საჭირო რაღაცაა, ეს ყველა ადამიანს უნდა ქონდეს მანქანაში. შემდეგი, ახლა პატარაში კაი რაღაცა მოვიდა, მოდი პატარით გავაგზელოთ. კარგი, ნახოთ აბა ამაში რა მოვიდა. რაღაცა ძალიან არ მომწონს. აი ესე გამოიყურება, უცხო ენაზე აწერია. ეს არის უნიტაზის ჩოთკი ხალხო. მაგრამ თავისა და აქ. ეს არის უნიტაზის ჩოთკი, რომელსაც თავი არ მოყვება. ვისღა ჯანდაბათ უნდა თავის გარეშე. თავის ჩასახრახნი თავი აქვს და რატო არ მოყვა არ ვიცი, ანუ ჩათვალეთ, რომ ეს არის ნაგავი. ძალიან კარგად გამოიყურება, ისე ძალიან კაი ვიზუალი აქვს, ძალიან კაი რაღაცაა, მაგრამ ამას თავი უნდა მოყვეს ესე რომ ჩაიხრახნოს და ეს ზემოდან დადგეს და თავი არ ვიცი, ცალკე იყიდება ალბათ, იმიტომ რომ ფაქტია რომ არ მოყვა. ნიღავი ეს რაღაცა მოყვა, ეს თავი არ იქნება აშკარად. მეტი ყუთში არაფერი არ დებს. თვითონ ამაშიც ფიქრობდი რომ მეთქი ამაში ხო არ არის რამენაირად ჩაყოლებული, ამაშიც არ არის. ნუ რავი ეს ვისგან ჯანდაბათ უნდა ეს პიტაპი ნაგავია ჩათვალეთ ხა. ამის თავს ცალკე არავინ არ გამოიწევს. თორე ისე ხმასა მაგარი ძალიან ხარისხიანია, მაგრამ რაც გინდა. ალბათ იმიტომ დააბრუნეს მე, ან იმიტომ დაიკარგა, რომ თავი არა აქვს. აი, შემდეგი ისე მსგავსი ამანათი, რა პატარაა და ისეთი მძიმეა, რომ სალიხელი ძვლის მიჭირავს. ძალიან მძიმეა, ძალიან. და ერთი მთლიანი ყუთია. ნახოთ რა იდება. იმედი და სკამის ფეხი და ეგეთი რაღაცები არ იქნება, ადრე ამომსულია სკამის ფეხები. აბა ნახოთ რა არის. ვაი. ქანის ბოლტებია? ამოვიდა ესეთი რაღაც ბოლტებივით, აი ესეთია ხალხო, აი ესეთი მოსაჭერი რაღაცაა. არის ძალიან ბევრი, 5-4-ზე, 20 ცალი არის. აი ესეთი რაღაცა ბოლტი არ არის, ანუ შიგნით აქვს ჩასახრახნი რა. აი ესეთი არის, აი თუ კარგად აჩვენა კამერამ, ნახეთ. აი ესეთი არის 20 ცალი. აღაწერია ზემოდან რისთვის გამოიყენება და კომენტარებში დამიწერეთ რისთვის გამოიყენება, მანამდე შეიძლება მე ეს ვნახო და საიტზე გასაყიდად დავტვირთო. Doji GP და RAM 20 ცალიო. M14 1.5 7.6-ზე. მანქანის არის, მანქანის ბობლისაა სავარაუდოდ. ანუ GP, Doji, RAM ვისაც გყავთ, რავი, შეიძლება იმდენი ფული გაქვთ, რომ ეს არ გჭირდება ჩემგან, მაგრამ მაქვს რა. დაგვრჩა 3 ამანათი, სანამ ამანათებს გავხსნი, გახსენებთ, რომ ჩემი მხარდამჭერია ამ ამანათებს
ამანათების საკითხში Georgian Time ამანათების გადაზიდვის კომპანია, რომელიც მეხმარება ამ ყველაფრის ჩამოტანაში უსაფრთხოდ და ძალიან სწრაფად. ნახოთ აბა ახლა შემდეგი, ეს კაი რაღაცა იქნება, ხედავ ხელით გავხსნი. რამე კაი ამოვიდეს ისეთი, რომ დავიტოვო რა. ყუთს არ აწერია რა არის. რაღაც ძალიან უცნაური რამეა. ესეთი რაღაცა არის. ეს მოყვა კიდე დასამაგრებელია თუ არ ვიცი, ანუ multi-way hair product organizer-ი. ეს არის ორგანაიზერი, ოღონდ აი არ ვიცი რაში შეიძლება გამოიყენო ეს მეტალის ორგანაიზერი და ეს რაღაცები პროჟინები რატო აგვერზე ვერ ხვდები. აბანოში დასაკიდი არის, ჩემი აზრით, რომ შამპუნი და რაღაცები ჩავდოთ, მაგრამ აი ეს რატო ხანქალებს ესე და პროჟინები რატო აზე არა ვარ. ეს რაღაცა მოყვება კიდე. თუ ნუ რაღაც ვერ გავიგე ერთი სიტყვით. ვაფშე ვერ გავიგე. შინიცაც აღარაფერი არ მოყვება, რომ ნახო, მარტო 2 ცალი ბოლდი მოყვა და всё. ნუ რა ვიცი, მე ამას არ გამოვიყენებ, ესეც წავა გასაყიდებში, სავარაუდოდ საიტზე. დაკარგული ამანათები წერტილი G. ესეთი უცნაური რაღაცა პირველად ვნახე. დაგვრჩა 2 ამანათი. ეს შედარებით მძიმე ამანათია და მე მგონი 2 ყუთი, არა, 1 ყუთი და რომელიც დაზიანებული არის შეგნით. თუ 2 ყუთი და არ ვიცი. კაი რაღაცა გავარიდება ეთყობა, იმიტომ რომ ყუთში ძალითაა ჩატანილი. გავხსნათ, ან ახლა ყუთიდან ახლა ეს ახლა გამოშვერილი არის. წიხლითაა ყუთში ჩატანილი, ანუ ესე იგი გამოვიგებ ვეღარ ჩავაბრუნებ უკან. და იმედი მაქვს ღირს ახლა ამის ამოღება რაც არის, ნეტა რა არის. ნუ აი დებილობები არ გამოსულა და კაი ხანია და მე მგონი ამოგვივიდა. ეს ესე იდება, ეს ესე იდება, ესე იდება. ანუ ეს არის მეგობრებო, ძალიან სპეციფიური ნივთი. მძიმე ნივთებს ბორბლებზე, ფეხებზე უდებენ ქვემოთ ესეც 4 ცალი მაგიტომ მოყვა. აი ესეთი ნახეთ. ესა რომ მე ადვილად ატარო ნახეთ იქით. ესეც ქვემოდან რომ შეუყარო, ნახეთ ბორბალი აქვს და რომ დაძრან და ნუ ეს არის, ესე გრძელდება რა. ეს. ეგ არის. ანუ ძალიან სპეციფიური ნივთია. ესეც წავა გასაყიდად საიტზე აიტვირთება. სახში თუ ხშირად დაარბენინებთ ნივთებს, მძიმე ნივთების გადაზიდვა თუ ხშირად გიწევთ, იდეალურია თქვენთვის ეს. შეგიძლიათ შეიძინოთ ფასები და ყველაფერი საიტზე ეწერება და აგული ამანათები წერტილი G-ზე. და დღეისათვის ბოლო ამანათი, მე რა ვიცი, ამაში რატო უნდა იყოს კაი რაღაცა და რატო ამირჩიეს. ვერ ხვდები, რომ კაი იქნებაო. მაგრამ რა ვიცი, ნახოთ. ნახეთ რა არის. ნახოთ რა არის. პირდაპირ გავხსნათ წაკითხვის გარო იმეს რა. ეს არის ონკანი. ესეთი ლამაზი ონკანი, ცივი და ცხელი წყალი შედის და აი ესეთი. ნახეთ. აი ესეთი ონკანია. და ქვემოთ გამოყვება. ეს თავის მილია? არა, ეს თავის ის არის. დასასვლელი რა. თაღოკეტავს. აი, ონკანი სახში მშვენიერი მაქვს. ესეც წავიდა საიტზე გასაყიდებში. საკმაოდ კაია, ნახე შეხედეთ, კაი ხარისხია. სულ ეს იყო მეგობრებო. დაელოდოთ შემდეგ ვიდეოს. რა ნივთებსაც არ დავიტოვებ, საიტზე შეგიძლიათ გადაამოწმოთ. წარმატებები ყველას.